თუ ხედავთ, რომ ბავშვები ქურდობით არიან დაკავებული, ნაცისტური ორგანიზაციების ჩამოყალიბებით არიან დაკავებული, საქმების გარჩევით არიან დაკავებული, უნდა დავსვათ კითხვა სად უშვებს საზოგადოება და სახელმწიფო შეცდომას. ისლანდიაში ქონდათ ესეთი მაგალითი, 8 წლის განმავლობაში მოახერხეს, რომ ბავშვებში, თინეიჯერებში სმის და სიგარეტის მოწევის პროცენტულობა 58%-დან 5%-მდე დაეწიათ. და ეს გააკეთეს ძალიან მარტივი რამით. ბავშვებს შეუქმნეს არასასკოლო აქტივობები და მშობლები წაახალისეს იმისთვის, რომ ბავშვები ჩაერთოთ ამ არასასკოლო აქტივობებში. და აღმოაჩინეს, რომ თუ ბავშვი დაკავებულია სპორტით, ბავშვი დაკავებულია ხელოვნებით, საკუთარი თავის გამოხატვით და პლუს ამ ყველაფერში ხედავს პერსპექტივას, რომ ეს რამეში შეიძლება გამოიყენოს, ან აქედან შეიძლება სიამოვნება მიიღოს. საერთოდ არ უჩნდება სურვილი, რომ დალიოს, მოწიოს, ან რაიმე მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩაერთოს. როგორც კი ბავშვი არის პრიორიტეტული საკითხი, მაშინვე იწყებ იმაზე ფიქრს, როგორ შეუქმნა მას უკეთესი პირობები განათლებისთვის, უკეთესი პირობები ღირსეული ჯანსაღი ბავშვობისთვის და ჯანსაღი ცხოვრებისთვის მომავალში. მაგრამ დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ არის ის, რომ უბრალოდ გენიალური იდეა დაებადათ, რომ ბავშვი, რომელიც მსგავსი ტიპის დანაშაულს ჩადის, მოვუკიდოთ მოდი მას ხელი, მოვაშოროთ მშობლებს, ახლობლებს და ჩავსვათ სხვა მისნაირ ბავშვებთან ერთად ერთ სივრცეში და ძალიან კარგი იდეა, როდის უმუშავია მსგავსი ტიპის იდეას. პრობლემის გადაჭრა არ არის უკვე არსებული პრობლემის და განადგურებული თაობის ოთახებში გამომწყდება. პრობლემის გადაჭრა არის, რომ თავიდანვე იზრუნო იმაზე, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ ალტერნატივა იმისი, რასაც აკეთებენ. ასეთი დაკეტილი კარებების მიღმა, როცა სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმები მსგავს საკითხებში არ აქვს ჩამოყალიბებული, პირიქით უარესი დანაშაულებები ხდება როგორც წესი. სიუჟეტს უყურეთ, სადაც კობახეთი ამბობდა, მე მგონი, რომ გერმანიაში არის მსგავსი მაგალითიო ცენტრების დაარსებისა. გერმანიას აქვს საშუალება, რომ გააკონტროლოს. საქართველოსნაირ ქვეყნებში მსგავს ცენტრებში უფრო მეტი დანაშაული ხდება თვითონ ბავშვების მიმართაც პერსონალის მხრიდან, ვიდრე ის, რომ ეს ბავშვები გამოსწორდნენ და რეაბილიტაცია გაიარონ.